ეთენდა ზეახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწვიმაც ამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ხენი ანთაშელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება დღეს 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ყველას, ვისაც ჯერ არ შეგსრულებიათ 18 წელი, გილოცავთ ბავშვებო ამ დღესასწაულს. ხოლო ვისაც უკვე შეგისრულდათ 18 წელი, ხვალ 2 ივნის 6 საათზე გელოდებიან მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეების აქცია მიტინგზე, ასე დავარქვათ. მე მაქვს ჩემი მოსაზრება მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, მაგრამ ჯერ მოდი ვიდეო კოლაჟი ვნახოთ და ამის შემდეგ მოგახსენებთ ჩემ აზრს. გხავთ? ამოვიყანე ვარგო თავში ქონდა მაცივარი მორტყმული. წაიყვანე საავტომობილში. თუ 500 მოხდას, პირდაპირ წერია სამეცნიერო დასმაში. 500 მოხდას მარჯვენა ხელით კიბო გაუჩნდება, თუ მარცხენა ხელით მოხდას ინფექცია გაუჩნდება. დაადასტურე Chogit Shemoliane Rongit Khari Movala Dirime Radom Daiguiane მე დარწმუნებული ვარ, ალბათ ეს მინინგიტის ვირუსით შემოტანილია, სპეციალურად და იმასაც ვფიქრობ, რომ ნაციონალების მიერ არის ეს ყველაფერი დაგეგმილი. როგორ ფიქრობთ ახლა? ქართველებს კიდე მარიხუანა გვინდა. რას ფიქრობთ? არ ვიცი. კარგი, ამ საკითხზე პასუხი მოთხოვეს მთავრობასაც. რომ აი მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე რას ფიქრებთო? მთავრობამ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა. ხალხო, მარიხუანას რო გთხოვთო, როდის დაგაკელით დაბოლებაო? როდის დაგაკელით? ან რომელმა მთავრობამ დაგაკლოთ დაბოლება, ან ჩვენგან რა გინდათო 1 ოქტომბერს ხო დაგაბოლეთო. მერე საპრეზიდენტო არჩევნებზე ხო დაგაბოლეთო და გვაცალეთ ცოტა ხანით 15 ივნისი მოვა თვითმმართველობის არჩევნები და ახლაც კარგად დაგაბოლებთ. მაისის ბოლოს მცხეთის რაიონს სოფელ ბევრეთში, სადაც არასდროს ყოფილა ელექტროენერგია, ჩაირთო შუქი. ნახოთ? 28 სოფელი ჯერ კიდევ არსებობდა, სადაც ელექტროენერგია საერთოდ არ იყო. ჩვენ დავიწყეთ ეს პროექტი წლის ბოლომდე დავასრულებთ. დღეს მეც თვითონ გავხსენი, მე თვითონ ჩავშთი ასე ვთქვათ, პირველად ეს ელექტროენერგია. მოკლედ, მე ულოცავ ძვირფას ბევრეთელებს, რომ მათ ელექტროენერგია აქვთ, ჩაირთო შუქი და უკვე ტელევიზორის ყურება შეუძლიათ. შუქი კი გაქვთ, მაგრამ თქვენ არ იცნობთ იმ ხალხს ახლა, ვინც ჩანს ხოლმე ხშირად ტელევიზიით და ამიტომ მე მინდა რომ გაგაცნოთ ეს ხალხი. მე ვარ ოთარ ტატიშვილი. რომელსაც მიყავს ზემოთხსენებულის ღამის შოუ. კი ბატონო, ახლა ის გუფია, მაგდა დანარჩენი არ არის აუცილებელი. ახლა მომისმინეთ, გაგაცნობთ შემდეგ ადამიანებს, მონიტორზე გავა ფოტო და მე გავაკეთებ კომენტარს. გთხოვთ. ეს არის კახაკალაძე, მეგობრებო. ამ ადამიანმა ჩაგირთოთ თქვენ ელექტროენერგია. შემდეგ ეს არის შევარდნაძე და სააკაშვილი. ამათ გამო თქვენ არ გქონდათ ელექტროენერგია. კი ბატონო, შემდეგი. ნუ ეს ბოლომდე არ ჩვენ ვიცით ვინ არის. შემდეგი. აი ეს სოფელში რო იყავით ხოლმე, ჩაბნელებულ სოფელში და შორიდან კივილის ხმა ისმოდა.
და რომ ამობდით ნეტა ვინ არის, აი ეს კიოდა თბილისში და მოდიოდა ხმა ბევრეთში, ახლა ნახეთ ტელევიზორში როგორია, ახლოდან. კი ბატონო, შემდეგი. ეს კაცი ვინ არის, ეს ფოტო რატომ მოხვდა აქ? ვინ ჩასვა ეს ფოტო? არ ვიცით. კარგი, განვაგრძოთ. რამდენიმე დღე გრძელდებოდა საგამოფენო ცენტრში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. მეც ვიყავი, მაინტერესებს ხალხი რას კითხულობს, ან ვინ რას წერს, ახალი რა არის და ასე შემდეგ. უფრო მაინტერესებდა ვინ რას კითხულობს. ბევრი ადამიანი შემხვდა, ნაცნობი ადამიანი, ცნობილი ადამიანი და ვაკვირდებოდი ვინ რა იყიდა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იყიდა მარტოობის 100 წელი. ნოდარ ხადურმა იყიდა შიმშილობის სასწაული. ასეთი წიგნია, ვიღაც რამა ჩარაკაიო გაწერს. თია წულუკიანმა იყიდა დიდი სახლის, პატარა დიასახლისი. ჭიკაიძემ შსს მინისტრმა იყიდა ნათელი მამა. ხო, მე გია ჯაჯანიძე დავინახე, ჯერ ვეფხისტყაოსანი იყიდა. მე გველისპერანგი. მე იყიდა სამოსელი პირველი. და მე გარეთ ხალი ძაღლს ასე ირნებდა და იმასე ვაჭრებოდა, რა კარგი ბეწვი აქვს ამ ძაღლს, მე მომიხდება რამდენად მომყიდია. ბოლოს გამოჩნდა პაატა ზაქარეიშვილი, სამი მუშკეტერი მინდა, სამი მუშკეტერი. სამი მუშკეტერი მოგიდეთ, სამი მუშკეტერი. და ასე გაურკვევლად თქვა ეს ყველაფერი და გამყიდველმა ვერ გაიგო და მიყიდა 4 ტანგისტი და ძაღლი. ხო, მარგველაშვილზე გამახსენდა, ბავშვი მივიდა სკოლის მოწაფე, საწერი კალმით და ესეთი ბლოკნოტით, რომ გიცანითო თქვენო მეო და ეს თქვენი ავტოგრაფი მინდაო და თუ შეიძლება ხელი მომიწერეთო. მარგველაშვილმა უთხრა, ის რა გეტყვიშვილო, მე კი ვიცანი, მაგრამ წადი ხელი ღარიბაშვილმა მოგიწეროს. სანამ მაგდა აიშა ვასაძე ფიქრობს ეს ოთარტატიშვილი ვის ხელმოწერაზე გადაობს ურჩევნია ჩემი ხელფასის ცნობას დროზე მოაწეროს ხელიო გაგიკვირდება და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს დათო ხუჯაძე გამარჯობა დღეს რა შეგვისრულებთ დღეს ახლა შევასრულებთ პრინციპში ერთ სიმღერას ნუ ძველი ნაცნობი სიმღერა არის ის რომ ჯანაია თუმცა ახალი ვერსია არის რომელიც უკვე და ეს არის პროგრამიდან ხო ლაივში არის იმ პროგრამიდან არის და კიდევ სხვა ბევრი სიმღერებიც არის ძველებიც ახლებიც ძალიან კარგი დიდი მადლობა რომ მოხვედი დათო ხუჯაძე გუფილენდი და ორი დამატებული მუსიკოსი ჯანაია გთხოვთ თქვენის ნებად
მოგესალმებით ძვირფასო ბავშვებო და გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. და გთავაზობ სპეციალურ კონცერტს პატარა ვირტუოზები 2014. დღევანდელ კონცერტს გაუძღვებით განატეხის სასახლეში შესული ელენე, მე რატი და უკვე მოტეხის სასახლეში შესული ოთარ ტატიშვილი. რა იყო ახლა ეს შემაიმუნო შენ? რა თქმა იყო ეს? იცი რამდენი ხალხი მთხოვდა ფულს მაძლევდა ჩემი შვილი გამოაჩინეო? მეტის ღირსი ვარ. დაწყნარდით ოთარი ბაბუა, ჩვენს კონცერტს გახსნით საბავშვო ჯგუფი Quintessential 5, სიმღერით Senior Blues-ი.
დღევანდელი კონცერტით ქართულმა ბავშვებმა შეუერთეთ ხმა მსოფლიო ბავშვებს. ბავშვებმა და ოთარი ბაბუა. ბიჭო, რა გინდა, რას მერჩი, ჰა? მე არაფერს არ გეცით, პირიქით, თქვენ ხართ კარგი ექიმი, ბრწყინვალე მოქალაქე. ბრწყინვალე მსახიობი, მაგრამ აქ აშკარად ზედმეტი ხართ. შენ რა გაცინებს? რატო ვარ ზედმეტი? გოგოს მინდა რომ გამოველაპარაკო და ხელს მიშლი. ჩემი ყმაწვილ კაცობა გამახსენდა, მოდი. ჩემო საყვარელო ბავშვებო, ლამაზებო და ჭკვიანებო, მხიარულებო და გულწრფელებო. ცალქებო და კუთხეში დაყენებულებო, პირ დაუბანლებო და ცხვირ მოუხოცავებო. ჩვენ კონცერტს დაასრულებს ირინა ბაირამაშვილის, თიკა ჯამბურიას და მარი ლიკლიკაძის Star Media Production-თან არსებული სტუდია New Stars ბავშვები. თქვენ კი გამშვიდობებით კეთილი სურვილებით. კონცერტს უძღვებოდნენ ელენე, რატი და ეს ძველმოდულად ჩაცმული კაცი. ყური მკივა წინასწარ. რატო? რატო დაგძნობ რომ ოთარი ბაბუა ამახევს ახლა? წამოდი. It's getting
პატარა ვირტუოზები 2014. ახლა სცენაზე გამოვლენ კურდღლები. აბა ბავშვებო, რა გახსენდებათ კურდღელზე? მე მახსენდება დიდი ყურები და სასაცილო ყურები. რა მდიდარი ფანტაზია გაქვს შვილო. დიდი ყურები, სასაცილო ყურები, დიდი ყურები, კარგი. შენ? მე ამას წინათ ერთი ჟურნალი ნახე, Playboy ესე ერქვა და ამის მერე სულ შემეცვალა კურდღლებზე წარმოდგენა. რა იყო ახლა ეს? რანაირი თქმა იყო? კარგი, კარგი. კინოკუთხეში დაგაყენო? არა. კარგი, ჩვენ კონცერტს გააგრძელებს ბზიკების სტუდიო. ლიზი, პოპი და ლუკა. სიმღერით კურდღლის სიმღერა. ახლა ჩემთვის ასე ინო ამინდია უკვე მე არ არის ადმაშინია ვითამაშებ გელთან ერთად როცავიდა რადგან ჩემი ძალაც სტაფილოშია როცა შეჭამ სტაფილოს გემრიელად სადიფოთ მოდი ერთად გავიღოთ გადაცემის შემდეგი რუბრიკაა ვიღაც ქართველები უკრაინაში რო დარბიხართ ქალებთან. აი, უკრაინელი ქალი თვითონ ჩამოვიდა ჩემთან. და რუბრიკის სტუმარია ლილუ ვეგა, გთხოვთ. Вы грузинский выучили? Да. Хорошо знаете? 6 слов. Каких? Мне хватает. Ну, в смысле, 6 слов. Мадлоба, ара, хо, минда, моминатры, миквархар. Отлично. Я хотел маленький экзамен провести. Не надо. Не, давайте я вам скажу. Я вам скажу кое-что на грузинском. Не, я варианты скажу. Хорошо, давайте. И вы выбираете. И если вы выберете правильный вариант, то вы победитель. То вы сделаете все, что я захочу. Камушадзис гачирвеба. Это значит,
Все на выборы. Вариант Актуально. А. Второй вариант. Незаконно рожденный носорог. Соу-соу. А? Следующий вариант. Как вы думаете? Ну, так себе. Так себе. Еще вариант. Я тебя хочу. Хороший, но с такой интонацией такую фразу не говорят. И четвертый. Камушадзе хочет тебя. Нет, Камушадзе тоже не хочет с такой интонацией. Я выбираю всем на выборы. Правильно. Да? Все на выборы. Я знаю грузинский. Знаете грузинский? Говорю хария, мартла игрия. Камушадзе сказал, все на выборы. У вас очень оригинальный псевдоним. Мы же знаем, что Лилу Вега это Ну вот вы псевдоним. взяли и всем раскрыли тайну. Не должен был, да? Вообще не должен был. Ну раз раскрыли, давайте, говорите. Вообще я отпад, да? Облом я вообще, да? Еще добавьте что-нибудь. Отпад, облом этого мало. Вы И когда пошел себя я- хвалили, вы сказали 5 слов. И пошел я... Останьтесь. Вы мне еще нужны. Посмотрите, как он радуется. Нет, он улыбается просто. Не каждый раз, когда я туда иду, он радуется. Я думаю, все радуются, когда вы туда идете. Спасибо, спасибо. Почему вы взяли псевдоним? Вас Интерпол ищет? Не без этого. А Лилу, если верить французской легенде, это что-то нечто близкое к совершенству. В переводе с французского древнего 16 века. А так как я все время стремлюсь, понимаете, Совершенству. да, ем мало варенья, стараюсь постоянно попасть в телевизионный экран, не набирать лишние килограммы. Оно мне подходит, правда же, Лилу? Да. А Вега, это есть такая звезда на небе, которая сопутствует творческим людям. Да, И да. получается Лилу Вега. То есть я тоже как-то вега, да, в каком-то Какой-то, смысле? да. Не, я вег. Атар-век. Век. Атар-век. Прошу приветствовать. Давайте с сегодняшнего дня. Лилу Вега и Франсуа Век. Хорошо. Что нового у вас? Ну, у меня новая программа. Я ее снимала в Грузии, А старая где? а старая ушла в творческий отпуск. То есть А туда, мне куда я звезда ухожу, позвездила, да? Вега, и теперь у меня новая программа. Называется она «Мужчины, как они есть». И снимала я ее в Грузии. Мужчины, Целую как они неделю, есть. да. Ага, Я ездила по Грузии, по разным регионам, районам, и общалась с местными жителями. И какой вывод вы сделали? А грузинские мужчины, они как праздник, они как фейерверк, они обаятельны, они дарят красивые подарки, они много говорят, роскошно. Это до того, как они выпьют. Подождите. А когда выпьют, они вообще так много говорят. Но они любят большие застолья, они любят много пить, они любят женщин, все красивое, но праздник не может длиться вечно. Поэтому рано или поздно он заканчивается. И наступает похмелье. И наступают будни. Ну, похмелье. У нас будни – это похмелье. Абсолютно. Мы по выходным пьем, и по будням у нас похмелье. А вы, вот что вы можете сказать о грузинских мужчинах? Какие они? Слава Богу, я ничего не могу сказать о мужчинах. Ни о грузинских, ни о французских, ни о английских. Какой мудрый ответ. Вот я мудрый Да, человек. да. Да. Вот скажите мне, вы можете научить меня танцевать? Смотря какие танцы. Вот я хочу вот такие движения научить, чтобы вот как-то вот обворожить всех. Вы знаете, мое последнее увлечение. Я думала, вы подготовились, а вы не подготовились ко встрече со мной. Я увлекаюсь полденсом. Знаете, что это такое? Какой дэнс? Полденс. тот, Я что знаю, знаете. это танец на полу. Нет, это брейкданс, танец на полу. А полденс это... Это такое акробатические трюки. Да, я вас умоляю. Не надо, да? Не надо. Акробатические. Мне лучше какие-то вот такие вот, чтобы вот использовать. А где я использую акробатические трюки? Понимаете, когда я танцую, это акробатические трюки вокруг шеста. Просто шеста у вас нет. А почему сейчас моды дадеки? Сейчас будет 6. Этот 6 подойдет? Нет, он движется. Да он не будет двигаться. Снимай гитару. Снимай гитару, тебе говорят. Да? Да? Тадеки. მე რას ვიყურებ, ხალხს შეხედე. Ну, инзряви. Все, не будет он двигаться. Хорошо. Покажите. Ну, так музыку нужно. Музыка.
Надо войти. Нормально? А шест не двигается. Ну и здравия! Не двигается шест. Может, подвигаемся? Спасибо. Спасибо. Гуджа, 6 თვე არაფერი აღარ მომთხოვო. Лилу, скажите мне, вот вы можете научить меня, танец я понял, я так в жизни не станцую. Да я так и поняла, что надо так станцевать, чтобы вы не станцевали. Я снимаю шляпу перед вашим талантом. Где Всё. ваша шляпа? Она снята. И, значит, вот какие-то упражнения. Хорошо, что вы можете снять еще, если я вот дальше буду петь? Для вас все я сниму. Можете начинать. Пою я лучше, чем танцую. Серьезно? Пою я лучше, чем танцую. Да, это да, хоть быть. Ну, мы все, конечно, у нас передача юмористическая, и как-то это не сходится, чтобы мы сейчас серьезно говорили на эту тему, но это очень болезненная тема, и мы все переживаем, и мы все болеем за Крым, за всю Украину. Вот вы можете что-нибудь сказать, раз мы затронули эту тему? Ой. И потом подарок, он тематический. Ну, самое главное, что мне хотелось бы сказать, что я верю, что Крым вернется в Украину, что так, как это произошло, так не должно было случиться и так неправильно. А мы все знаем, что жизнь такая штука, что рано или поздно справедливость всегда торжествует. Да, я надеюсь, что все будет хорошо. Спасибо большое. Потому что я очень переживаю. Потому что мои родственники, все родители и брат, они все живут в Крыму, и, к сожалению, вот мы сейчас все больше и больше отдаляемся друг от друга, потому что и транспорт уже не ходит, и очень много разных нюансов. Но я все-таки верю, что все будет хорошо. Лилу, раз я, так сказать, вашу тайну огласил, то вы скажите, вот ваша настоящая фамилия? Зачем вам? Мне интересно. Третьякова. Третьякова. Все, отлично. Третьякова. Отличная фамилия. А сейчас подарок. Нужно, да, подарок? Да, конечно, нужно, уже давно. Да. Да. Но это не все. А к нему надо что-то. Да. О, да. Вот это вам. Спасибо. Но это еще не все. Да. Сколько их? 1, 2, 3, 4, 5, 6. Можно утроить. Можно. И это тоже вам. Спасибо. То есть вы знаете, что... Я знаю, что я буду делать сегодня вечером. Все. Отлично. Теперь о вашей песне. Да. О сегодняшней. Да. То есть о песне, которую вы будете сегодня петь. Это новая песня? Конечно. К вам в шоу нужно приходить только с новыми песнями. Да, я помню эту песню. И мне нравится эта песня. Какая? Мероминдаис масундасхва. Ой. Араперис ярхтеба мероминдаис масундасхва. Ermovige, Sheneguli, Imedimax, Dakarguli, Turme Santa, Sheuzlia, Shegets Falos, Gazaphuli. Мероминдаис масундасхва. Араперис ярхтеба мероминдаис масундасхва. Отлично. А? Может, с вами споем дуэт? Конечно. А конечно. вы все намекаете, а я блондинка все никак не Да, пойму. я намекаю. А вы не понимаете. Следующая песня только со мной. Отлично, договорились. Да. Все слышали? Конечно. Хорошо.
Я надеюсь, что очень скоро в Украине будет всем до песен, всем абсолютно, и все будут петь, все будут кутить, все будут пить, радоваться, философствовать. Но пока спойте у меня на передаче. Спасибо огромное. Илуега! Спасибо. Когда ты смотришь так в глаза, я понимаю, что любить нельзя. Нельзя запутаться в мечтах, прицел сбит, на сердце страх. Еще шаг тебе навстречу, еще шаг, там лишь время ищет. Еще шаг, и будет поздно, я знаю, любить тебя мне нельзя, а ты в сердце моем. Любить тебя, быть вдвоем, как бежать по льду под дождем. Любить тебя мне нельзя, а ты в сердце моем навсегда. И я бегу, тебе босиком по льду. Тебе босиком по льду, по хрупкому. Тебе босиком по льду. Это что было еще вчера. Мне так приятно вспоминать. Сияние солнца сиял я, когда шептала, что я твоя. Еще шаг тебе навстречу, еще шаг, там лишь время ищет. Еще шаг, и будет поздно, я знаю, любить тебя мне нельзя, а ты в сердце моем. Любить тебя, быть вдвоем, как бежать по льду под дождем. Любить тебя мне нельзя, а ты в сердце моем навсегда. И я бегу, тебе босиком по льду. Любить тебя мне нельзя, а ты в сердце моем. Любить тебя, быть вдвоем, как бежать по льду под дождем. Любить тебя мне нельзя, а ты в сердце моем навсегда. И я бегу, тебе босиком по льду. Тебе босиком по льду, по хрупкому. Тебе босиком по льду.